24 ევრო მქონდა დარჩენილი და ამიტომ ზალცბურგიდან ჰალშტადტში ჩასვლა ავტოსტოპით გადავწყვიტე. აქამდე საქართველოს გარდა არსად არ მიცდია. ხით გავიარე ქალაქი, რომ მეპოვა კაი ადგილი მანქანების გასაჩერებლად და დავიწყე მცდელობები. 15 წუთის მცდელობის მერე ცოტა ეჭვი შემეპარა, მაგრამ არ ცველოდებოდი ასე ადვილად, ამიტომ გავაგრძელე მცდელობები და გამიჩერა კიდეც ერთმა კაცმა. ელაპარაკა საქართველოს ბევრი რამე იცოდა და 30 კილომეტრიც გამწია. 44 კილომეტრი მქონდა დარჩენილი და გავაგრძელე მცდელობები. დიდი ხანი არ დამჭირვები აქ. მალევე გამიჩერა ამ წითელმა მანქანამ, რომელიც იყო დისტრიბუციის და ახალგაზრდა ცხოველი იყო, რომელმაც ამიყოლა შემდეგ ქალაქამდე. გზაში მანახა თავისი სახლის, რომელიც აქ ტბის პირას იყო. ამ ქალაქში მოდიოდა რის ნიშანიც მქონდა და აქ ჩამოვედი და ვემშვიდობე. ამოვიღე შემდეგი ლოკაციის ნიშანი და გავაგრძელე გზა. ოღონდ ქალაქში ვიყავი, შუა ქალაქში და ამიტომ ფეხით მომიწია ძალიან დიდი მანძილის გავლა, რომ გავცდენილიყავი ამ ქალაქს და კაი ადგილი მეპოვნა მანქანის გასაჩერებლად. ბევრი ვიარე საკმაოდ 1-2-3 კილომეტრი ალბათ და გავცდი ქალაქს. მე აქ დავდექი ყველაზე დიდხანს აქ მომიწია ყოფნა ალბათ 1 საათი ან მეტი. რა თქმა უნდა, არ გავჩერებული ვარ, სხვა გზა არ მქონდა. უნდა გამეკეთებიან. გაუჩერებლად ვაგრძელებდი მცდელობებს. კიდე ალბათ 15-20 წუთი ასე ვიყავი. და მე აი აქ ერთმა მანქანამ, რომელმაც მანამდე ჩამიარა, მოატრიალა მანქანა და გააჩერა და როგორც გითხრა, მე ჩაფიქრებული ვიყავი რაღაცაზე, გვიან მივხვდიო, რომ იქეთ მოდიოდი. ბოლომდე იმ ჰალშტადტში არ მიდიოდა, მაგრამ მაინც წამიყვანა. ხო და რაღაცეებიც ამიხსნა გზაში მასწავლა არჩევები მომცა. და მალე მივედით ჰალშტადტში, აქ დავემშვიდობე, მადლობა მოუხადე და დანარჩენს შემდეგ ვიდეოში გეტყვით, რომელსაც მალე ავაწყობ იმედი.